ახლა მარტოა, ქმარი მომიკდა 6 წელია. უცბად, ალბათ არ იყო არაფერი. უცბად. ვალენსიაში შევყვეთ და ექიმა კი არ შეეკითხა. გადასხმას მიიღებს თუ ამიიღებს. უცბად გადასხმები გუუკეთეს და თან დალიასული. შეავადყოფა არ იყო ის გვეხმარებოდა ძალიან. მაგრამ რა დაქნა, ღმერთმა ისე იგვიწერა. მარტო მეშინია ღამე, ნაგიზა იდგება ჩემთან. ხო. იქეთ სასაფლაოებიდან მეშინია, თორე აქ იმფერი ხალხი არა, ვინმე არ შეგაწოხებს. ამუაშვა ღამემდე ჩემთანა, იქ ჩემთან წეიძინებს, მე გემეპარება. ხო, დამაძინებს და გემეპარება, თორე მარტო ავდგე. ახლა სინათლეები მაქვს გაკეთებული. ხო და ოთახში მენათება სულ ღამე. მერაფერი კაი ბინა მაქვს, გრიბაედოვზე. ხო, იქ მარტო არ მინდა დადგომა. სოფელი მიყვარს, ჩემი გაკეთებული სახლია, მიყვარს სოფელი. მუშაობა მიყვარს, იქ იჯექდა იყავ. მაშინ თუთუნის დრო იყო და 4 კილომეტრში, ასე ზრუქში ვიკიდევდით, აღმავწიკევდით. მაღლა ვცხოვრობთ და. რომელ სოფელში ცხოვრობდით? აჭარის აღმათ. ცენტრში აღმა უხვევ, ხელათ იქ ვართ. მაგრამ მაღლა ვართ. რომ ეხვალ იმფერი კაი ადგილია. ესლა შეგეხავისება. ჩემი სოფელის კაია და ესეც კაია. ახლა აქ ვარ მიჩვეული. მე ვცხოვრობ სოფელ ზედა ჩხუტუნეთში. 85 წლის ვარ. კახიძე ციალა.